საერთესია ეს ვინც რეგულობს საკონსტიტუციო მონია შეიძლება კონსტიტუციაში ჩავწეროთ მათი ადგილი არ არის საკონსტიტუციაში ხოლმე ეს დახუვის მისი დილი არის ჩვენთანაც არის რუსეთს დავადებით რომ მას ინდისი შეაჯოხებს რა პრეზიდენტის გამოსვლა თქვენ მოიხსენებათ საერთოდ ყოველთვის სტანდარტულად ხელისუფლების რაღაც გარკვეული ნაწილია და შესაბამისად ქვეყნის ინტერესებზე უნდა ლაპარაკობდეს ქვეყნის განვითარების გეგმაზე სამწუხაროდ პრეზიდენტმა უფრო მეტი აქცენტები კრიტიკაზე გააკეთა თითქოს არ იყოს ხელისუფლების ნაწილი და არ მონაწილეობდეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში ძირითადი აქცენტები მაინც მე ვფიქრობ ის რაც მან გააკეთა ეს მაინც გავს უფრო საკუთარი ძალაუფლების ჩაბღაუჭებას რომ მომავალში როგორმე ისევ იყოს ამ ქვეყანაში აი კონსტიტუციის ესე რომ თქვა სააკაშვილის დატოვებული კონსტიტუციის ის ნაწილი შენარჩუნებული რომელიც ამ ქვეყანაში ესე რომ თქვა გაურკვევლობას იწვევს რბილად რო თქვა რა ამიტომ განსაკუთრებული არაფერი არ იყო ესე ახსენეთ რომ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას აქ ჩვენთან ბრიფინგებზე გაჟღერდა ესეთი მოსაზრებები რომ მისი კამპანია თუნდაც კონსტიტუცია ყველაზე მისი საპრეზიდენტო კამპანია და თქვენ რამდენად იზიარებთ ამ შეხედულებას თქვენ ალბათ კარგად ხვდებით და ბევრი ხვდება რომ ადამიანს დაწყებული აქვს პრინციპში საარჩევნო კამპანია მაგ თვალსაზრისით და თქვენ გახსოვთ მისი წინა საარჩევნო კამპანია 2013 წელს რომ როგორი დახტა რომ პლასტილინი ვარ სადაც ვიმაგდებენ იქ ვიქნებიო და ეხლა ეთყობა აღარ არის პლასტილინი და გაუჩნდა სხვა мотиваცია ამ ცხოვრებას მოეწონა პრეზიდენტობა და მე ვფიქრობ დაიწყო საარჩევნო კამპანია რომელსაც ცდილობს რომ დაადასტუროს ხალხს დაუდგინოს რომ რაღაცას წარმოადგენს მაგრამ მე ვფიქრობ არჩევნები ყველაფერს გამოაჩინს ცხინვალის რეგიონის სახელმწიფოსთან დაკავშირებით 9 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა და 78%-მა სახელმწიფოს მხარი დაუჭირა. ეს ჩვენზე რა გავლენას იქონებს რა შეცვლის ჩვენი ქვეყნისთვის? საერთოდ ის სახელი ჩრდილოეთ ოსეთს ქვია თუ გავითვალისწინებთ. ეს არ არის მეგობრულ ნაბიჯად ჩვენ ამას ნამდვილად ვერ განვიხილავთ და ეს არის საკმაოდ ისეთი ნაბიჯი გადადგმული, მაგრამ იმ კონტექსტთან დაკავშირებით, რაც მანამდე იყო თქვენ გახსოვთ, რომ ჩატარებულიყო რეფერენდუმი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან მიმართებაში, იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, უკეთესია ეს, რომ არ მოხდა იმ რეფერენდუმის ჩატარება, თუნდაც არა აქვს ამას იურიდიული ძალა ესე ვთქვათ საზოგადოება საერთაშორისო საზოგადოებისთვის მაგრამ სამწუხაროდ თქვენ იცით რომ ყირიმის შემთხვევაში რომ ესეთ ჩატარდა ესეთი რეფერენდუმი რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და მე ვფიქრობ აქ მაინც მეტნაკლებად ცოტა ჯანმრთელი აზრმა გაიმარჯვა და თავი შეიკავა ეს პირდაპირი ჩვენი ტერიტორიის მიტაცებისაგან თუმცა დე ფაქტო მაინც მიტაცებული აქვს აი ეს ყველაფერთან დაკავშირებით რაც გქონდათ რამდენად რეალურად მოგაჩნიათ რომ გამოკითხულთა ძალიან დიდი ნაწილი გერბი მართალაშვილს ემთხვევა თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ესეთი ხალხთან შეხავს არ ვიცი ახლა რაც ყველაზე შემაშფოთებელია ალბათ თვითონ ეს ინსტიტუტი რომელსაც თავის დროზე ძალიან დიდ ნდობას იმსახურებდა ბოლო წლებში საკმაოდ აცდენილია რეალობას მისი კვლევები, იმიტომ რომ არც ერთმა არჩევნებმა არ დაადასტურა მისი კვლევები. შესაბამისად, როგორ შეიძლება მარგველაშვილის ყველაზე რეიტინგულ პიროვნებად ქვეყანაში აღიარება და მისი მხარდაჭერა, რომ არის ქვეყანაში ყველაზე მაღალი ეს ალბათ ელემენტარული ამას არ ჭირდება ვთქვათ ისეთი დიდი პროფესიონალიზმი კვლევარის რომ მიხვდე რომ ეს რაღაც აცდენილია რეალობას რა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ძალიან ბევრი კვლევები არა მარტო ჩვენ ქვეყანაში მთელ მსოფლიოს მასშტაბით ცდება რეალობას რა შედეგებს სხვავსებულობთ ვიდრე კვლევებია რა ამიტომ ალბათ მეთოდია შესაძლებელი რა ქუჩაში ესე ველზე გამოკითხვებმა ალბათ თავისი სამოძურა იმიტომ რომ უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი თავის პოზიციას სხვა საინფორმაციო საშუალებებით ქსელებზეა ძირითადად გადასული ქსელური ინფორმაციით სარგებლობს და ქსელებში
განავრცობს და იქ თუ შევხედავთ, არ ამგონი რომ მარგველაშვილი ყველაზე პოპულარული პიროვნება იყო საქართველოში. და ნაციონალური მოძრაობის პროცენტებზეც იგივე მოსაზრება გაქვთ? რომელი ნაციონალური მოძრაობა? იქ ბევრია ეხლა და თუ ამდენი პროცენტია, არ ვიცი ეს ხალხი ნამდვილად ეხლა არჩევნების დროს თუ დავაჯამებთ რაღაცა დაახლოებით 1% ჰქონდათ, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ქართული ოცნების პროცენტი შესაბამისად თუ მაგრიალობით შევხედავთ, რაღაც ისევ და ისევ არ მოდის სინქრონში ერთმანეთთან რა, რადგანაც ნაცმოძრაობას ეხლა მით უმეტეს ძალიან დიდი დარტყმა განიცადა ნაცმოძრაობამ და მისმა მხარდამჭერებამ მოდით ესე ვილაპარაკოთ, ხო, როდესაც მათი რჩეულები გაიყვნენ და არ ამგონი რომ პირდაპირ ესე პროპორციულად ვიღაცას მოუნდა და გადაუყვა მათ ხმები, ხო, ესეთი გაყოფის დროს ვიღაცაში იმედგაცრუება ისადგურებს და ის კარგავს შესაბამისად იმ ამორჩეველს პარტია და ამ იმაში კონტექსტში მე ვერ ვხედავ რა, უბრალოდ გაყოფილია ნახწილი ესე რომ ვთქვათ სააკაშვილის მომხრეებს დაუტოვეს ნაწილი აქვე ევრონაცებიო თუ რა ახლებურად როგორც ვთქვათ. სამთავრობო ქალაქის მშენებლობა უნდა დაიწყოს თეჭალოში იგეგმება ეს ყველაფერი. რამდენად მოგწარს თქვენ ეს იდეა და ეს შეხედვით? საერთოდ ჩვენ თუ დავაკვირდებით, ყველა განვითარებული ქალაქი რაღაცა შიგნით აჩენს ესეთ გარკვეულ ტერიტორიებს, სადაც არის კონცენტრირებული. ეს არ არის მარტო თქვათ მაგალითად სამთავრობო ქალაქი, ზოგან არის სავაჭრო ცენტრი, ზოგან არის ბიზნეს ცენტრი, ხო, იმიტომ რომ მოთხოვნილება გააჩნიათ ადამიანებს უადვილებთ ეს ცხოვრებას და თვითონ ქალაქის განვითარებაში ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს. მე ვფიქრობ, როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ესეთი მშენებლობები ყოველთვის წახალისება ეკონომიკის შესაბამისად და რა თქმა უნდა ჩვენ ქალაქშიც თუ გაჩნდება ისეთი ადგილი, სადაც როიტყვიან ნებისმიერი ადამიანი თავის მომსახურებას, ესე რომ ვთქვათ, ძალიან ახლო ტერიტორიაზე მიიღებს, რა თქმა უნდა, კარგია. შესაბამისად, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ სატრანსპორტო მოძრაობასაც ხელს შეუწყობს, ხო, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი გადაადგილდება ერთი სამინისტროდან მეორე სამინისტროში, ხა უწყებები ხო ერთმანეთთან დაკავშირებული, შესაბამისად საცობებს იწვევს და ეს რაღაც პროცენტი ხა არასრულად, მაგრამ რაღაც ნაწილით ალბათ შეამცირებს, იმიტომ რომ როცა ლოკალურ ტერიტორიაზე იქნება მოძრაობა, ეს მანქანები შესაბამისად ლოკალურ ტერიტორიაზე იქნებიან რაღაც დღის განმავლობაში განთავსებულები. გარევაჭრობის საბრძოლოსთან დაკავშირებით მე ვფიქრობ საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს ჯერ ერთი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება, იმიტომ რომ საკვები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მე ვფიქრობ და მეორე ხა არ შეიძლება 21 საუკუნეში ტურიზმის განვითარებას იმაშოვით და ხა როგორი წარმოსადგენია ტურისტი, რომელიც უყურებს ამას, რომ ქუჩაში იყიდება ესე სიბინძურეში საკვები, სადა აქ იმას გარანტია, რომ ის იგივე რესტორანში რო შედის, იმ საკვებს არ მოიხმარს, სასტუმროში რო ცხოვრობს, იმ საკვებს არ მოიხმარს. მე ვფიქრობ, ეხლა არ შეიძლება რაღაცა იმითი და მით უმეტეს მე ვიცი, რომ ეს ადგილების გამოყოფილი ბაზრები, ესე რომ ვთქვათ, ამ ქალაქის თავის დროზე ერთ-ერთი კულტურა იყო სავაჭრო, ხო? არ ამგონი, რომ ეხლა იქ ვაჭრობა რაღაცას ამათ ხელს უშლიდეს რა და ეხა ისეთი კატასტროფული იყოს, ვიდრე მე ვფიქრობ, რომ რაღაცა თუ ვაჭრობ და ყიდი, რაღაცა უნდა გადაიხადო რა. ამ ადამიანებს აბსოლუტურად ეს ეხა რომ დაჩემებულიათ, რომ ჩვენ რაღაცა გადასახადები და დავიხჩობით რაზე, ეხა 3 ლარს და 5 ლარსზე მე როგორც ვიცი ლაპარაკი დღიური გადასახადით. ეხა თუ 3 ლარს და 5 ლარს ვერ იხდის, მე ვფიქრობ, მაშინ არავინ არ დაჯდებოდა დამერწმუნეთ სიცივეში, ქარში, ყინვაში, ეხა ადამიანს რო არ კონდეს შემოსავალი არ დაჯდება რა და ეხა მით უმეტეს არის ისეთი რაღაცა, რომ ყველა ვაჭრობა რაღაცა გადასახადს უნდა იხდეს. ეს ადამიანები აბსოლუტურად არავითარ გადასახადს არ იხდიან და რა დააშავეს მაშინ მაღაზიებმა, ამათ რო თქვათ შესაბამისად უფრო იაფი კონდეთ ღირებულება საქონლის. არა, იგივე ღირებულება გააჩნიათ, რაც მაღაზიებს შესაბამისად, მაგრამ არაფერში არც კომუნალურს იხდიან, არც იბეგრებიან არაფერი და მე არ ვფიქრობ, რომ ეს კაი საქმეა, რომ გარეთ ვაჭრობა უნდა გქონდეს ჩვენ, არც ეკონომიკის თვალსაზრისით,
არც ჰიგიენური თვალსაზრისით და არც მე ვფიქრობ ტურიზმის თვალსაზრისით, იმიტომ რომ თქვენ რო ჩახვიდეთ სადღაც ნაგავში, როცა რაღაცას ყიდიან, იმ ქვეყანაზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩებათ.